გამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილს სტუმრობს უფლებადამცველი ადვოკატი ქართულად კი მეოხი არა ძველ ქართულად ბატონ გელა ნიკოლაიშვილი. მოგესალმები გელა, მადლობთ რომ ხარ ჩემი სტუმარი და კითხვები დაგვიგროვდა ასე ვთქვათ. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ მიუხედავად იმისა რომ მეოხი ხარ და უფლებადამცველი ხარ ნეიტრალური საქართველოს ოღონდ არა პარტიის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დამფუძნებელიც ერთ-ერთი ხო? მაგრამ თქვენ ძალიან ხშირად იყავით იმედზე მთლიანად ეს მოძრაობა როცა იყო და შემდეგ უკვე იმედმა გაგიწიათ ესეთი რეკლამა და თქვა რომ აი ეს მოძრაობა პარტიად გარდაისახა და მესამე დღეს თქვენ გამოიყავით და თქვით რომ არა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ. რატო გელა? დავაზუსტებ მივესალმები. ხო და კიდე ერთი უკაცრავად, როცა იმედი გიწევს რეკლამას, გინდა არ გინდა გრჩება ისეთი შტაბესტილება, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ან შექმნილია, ან ხელისუფლებას აწყობს, იმიტომ რომ დამეთანხმები იმედი სხვანაირად ხა ამ რეკლამას არ გაგიწევდათ. უკაცრავად გისმენთ. ხო, პირველ რიგში მოგესალმებით. რა ვიცი, მე არ მგონია რომ იმედი მე პირადად რეკლამას მიწევდა. ამ იდეას მომხრები ვინც ვიყავით და ვართ ნეიტრალიტეტის იდეას გულისხმობ კი საკმაოდ ხშირად ვიყავით ხოლმე იმედის ეთერშიც და რუსთავიორშიც პირველი ოღონდ ბოლო დროს თავიდან მიუმხრობლობაზე და ნეიტრალიტეტზე სწორედ საუბრობთ კი ბატონო ხო, ახლა რა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ეს იდეა წარმოიშვა 5 ადამიანი ვიყავით, რომელმაც დავაარსეთ ეს ერთიანი ნეიტრალური საქართველო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მაშინვე ვთქვით, რომ ეს ორგანიზაცია შეიძლება თუ ამის პირობები შეიქმნა და დაახლოებით 1 წელი მოვნიშნეთ, ნახოთ რამდენად იქნება ეს იდეა პოპულარული საქართველოში, შეიძლება პოლიტიკურ პარტიათაც გადაკეთდეს. თუმცა მე მაშინვე ვაცხადებდი, რომ თვითონ ჩვენ შიგნითაც იცოდნენ ეს და საუბრებშიც ვაცხადებდი, ვისაც აინტერესებდა, რომ კი ბატონო პარტიაში რომც იყოს ესეთი გადაკეთების აუცილებლობა და გადაკეთდეს პარტია, რა თქმა უნდა შეიძლება პარტიაში შევიდეთ, მაგრამ არ ვაპირებ მე მას რა ქვია საპარლამენტო სიაში მოხვედრას და ნუ პარლამენტში მოხვედრას, ნუ რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი იმის გამო, რომ მიყვარს ჩემი პროფესია და უნდა შევლეოდი, მეორე ასაკის გამო უკვე 3 წლის შემდეგ ართული თავს იმათ რა ქვია მოხუცად მაგრამ ადვოკატობასაც არა პარალელურად ახლა დეპუტატი არა ასაკი მაშინ ადვოკატურაში ახლა იცით როგორ არის იქ არის კონკრეტული პასუხისგებლობა კონკრეტული პიროვნების წინაშე და აქ მთელი ქვეყნის წინაშე პასუხისგებლობა არის და თანაც ამავე დროს არის კიდევ პარტიული ჩარჩოები რომელსაც ადამიანი თუ ახლა ჩემნაირი ადამიანი ყოველ შემთხვევაში ყოველთვის გაურბის ამ ჩარჩოებს და ძალაუნებურად ახლა ბევრი რაღაცა ისეთი რომელიც შენ გონია რომ სწორია და პარტიის პოზიციას ცდება ძალაუნებურად ვალდებული ხარ რომ დაეთანხმო გაჩუმდე ან ისეთი რაღაცასაც დაეთანხმო რაც შენ არ მეგაჩნია სწორად ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობდით რომ კი ბატონო უნდა შეიქმნას ხო სხვა გამოკითხვების შედეგად იმის შედეგად რომ ძალიან ბევრი რეკავდა ძალიან ბევრი მოდიოდა თქვენ იდეებს წერდა რომ აი კი ამ იდეას ჩვენ ვემხრობით და გვინდა და შექმნით და მართლაც გამოცხადდა პარტიად გადაკეთების დღე პირველი პარტიად ჩამოყალიბების დღე 1 დეკემბერს მოხდა მაგრამ ბოლო მომენტში ახლა მე კონკრეტულად აი მიზეზების გამო რაც ჩამოვთვალე მაინც ვიფიქრე იდეის მომხრე რადგან მაინც ვარ რა თქმა უნდა მე წარმატება უსურვებ ჩემ კოლეგებს ვინც პარტია შექმნა
და ჩვენ მე ნანა კაკაბაძე კიდე რამდენიმე ადამიანი რომლებმაც რადგან სახელი უკვე ძალიან ეს იყო დამკვიდრებული ერთიანი ნეიტრალური საქართველო ბუნებრივია ეს პარტიის სახელად გადაკეთდა და ჩვენ შევქმნით არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა ნეიტრალიტეტი ასე ქვია ასე რომ აი ეს ყოფილი პოლიტპატიმრები ხო ის ორგანიზაციაც არსებობს თუმცა ის ორგანიზაცია ძირითადად იყო იმ რადგანაც გრანტებზე იყო დამოკიდებული და მუშაობდა ახლა ფორმალურად ის ორგანიზაცია ისევ არსებობს თორემ ჩვენ აი სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული ოფიციალური გრანტი და რა ისეთი არ მიგვიღია იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო იქ ახლა ფაქტიურად ყველგან ბარიერები აგვიგეს მაშინ ყოფილმა ჩვენმა კოლეგებმა ყოფილმა არასამთავრობო წევრებმა და მერე უკვე გაპოლიტიკოსებმა ბულებმა პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ აი თქვენ εμას შვებიან რა ქვია პირდაპირ მოითხოვენ ჩვენგან რომ თქვენ არ დაგაფინანსოთ ნუ ასეა თუ ისე ჩვენ რა თქმა უნდა ამ იდეის მომხრე ვრჩებით იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ნეიტრალიტეტი დღევანდელ პირობებში მართალია ამბობენ რომ იცით რა თუ არ იქნება ესე რა ქვია ძლიერი გაერთიანების ძლიერი ფრთების ქვეშ ყოფნა ნატო იქნება თუ რაღაცა მაშინ ისე საქართველო ვერ იარსებებს ვერ შეინარჩუნებს ამას კიდე ფიქრობ მე ხო ასე ამბობ ლიბერალებს არ გულისხმობ ხო ხელისუფლებაშიც ფიქრობენ ამას მე არ ვიცი ხალხი მე ვამბობ ხალხი აი რო კითხულო Facebook-ზე რაღაც გამოხმაურებებს მაგრამ ნუ რეალური არ არის ხო ერთი რომ ნატოში პირდაპირ თქვენს რომ არა ნატო აღარ არსებობს და დაივიწყეთ ნატო და მეორე თუ ევროპა როგორც ახლა უკრაინას ეხმარება და შედეგები რაც გვაქვს კი ვხედავთ და საქართველოს ამ ხელა იმას ვერ გაუძლებს უკრაინა 10-ჯერ მეტია ჩვენზე და უფრო მეტჯერ და მტკიცე უარი მიიღო ნატოზე დაივიწყეთ ხო და აქედან არა და ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს სამართლიანი და თან ჩვენ ვფიქრობთ რომ ნეიტრალიტეტი ეს იდეა იმიტოა კარგი რომ ყველას ინტერესი უნდა შედიოდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივაწოდოთ ეს რომ რატოა კარგი რომ სიტყვაზე რუსეთს რატო უნდა აწყობდეს ნეიტრალიტეტი. რა თქმა უნდა რუსეთი ხა იმპერიაა და უნდა რომ ყველა გადაყოლოს. ეხლა არის საოცარი პერიოდი, როდესაც რუსეთს აწყობს. ხო, მაგას ვიცახე, ხო. იშვიათად ხდება. აქ რომ ამერიკის და ნატოს ბაზები არის. არ იყოს რა თქმა უნდა მას აწყობს რომ ჩვენ ასევე თურქეთსა და რუსეთს შორის აი ესეთი ბალანსი რო იყოს დაცული ერთი მეორეს ანეიტრალებს საქართველოს მიმართ. თურქეთს არ აწყობს რა ნამდვილად. ხო, მაგრამ და რა შეეხება ჩინეთს იგივე ეს სატრანზიტო გზა შუადერეფანი აქ რომ აქ შეიძლება ყველა მიიღოს თავისი წილი მოგება ყველა სახელმწიფო და საბოლოო ჯამში საქართველოს რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს ინტერესები უნდა იყოს პირველ კი ბატონო მართლაც ისეთი უნიკალური პერიოდია და ეს ხშირად არ ხდება და არ შეიძლება ხელიდან ამის გაშვება ამაზე საუბრობდა წლების განმავლობაში და წლების წინ დავით არხანოურავი როცა რუსეთს აწყობს და შენთვის ეს პირდაპირ სამხედრო მიუმხრობლობა და ნეიტრალიტეტი არის ნუ საქართველოსთვის როგორ გითხრათ აუცილებელიც კი ის კი არა რომ ჩვენ გვინდა აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის ხო ეხლა რა შეეხება იმას თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ჩვენ რომ რამე პარტიაში ჩვენ პარტიას გაუწიოს რეკლამა იმედმა ხო გამორიცხე ესე იგი მაინც რჩება იცი გელა ისეთი შტაბეშტილება რომ თქვენ მაგალითად არ აღიზიანებთ ხელისუფლებას თორე ჩვენ აგერ იმას გვეძახიან უკვე ცოტა რა იყო ეკონომიკისა საბოტაჟი ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობთ თურმე კობახიძეს ეგეც ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი ხიბლია რომ არავინ გააღიზიანებს აი ეგ არის ხო მაგრამ თუმცა როცა ამაზე საუბრობდა დავით არხანოურავი და ჩვენ მაშინ ეს ხელისუფლება კრემლის აგენტებს გვეძახდნენ რომ ეს როგორ შეიძლება მოღალატეები ვარ და ხო დღეს როგორც ჩანს ხელისუფლება იმათ უყურებს რა ქვია შედარებით ლოიალურად ამ იდეას თუმცა ბოლომდე არ ეთანხმება იმიტომ რომ ისევ და ისევ ამბობს რომ აგერ ჩვენ კონსტიტუციაში რაც გვიწერია უნდა ევროსაბჭო და რაღაცა ის არ ყოფილა მაგალითად აი დაპირისპირებასავით ხელის რაღაცა ესეთი ძიმე დაპირისპირება არ ყოფილა მაგრამ რაღაცა დებატების მაგვარი რაღაც მათ წარმომადგენლებთან ახლა ჩვენ უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ქონია მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც
ყოფილა მათი გამოხმაურებები, ნუ რო გითხრა რომ აი აშკარად მტრული და რაღაცა ხო, აი ეს არის, ხო. ალბათ მოიაზრებს თქვენ და მასაც ჭირდება ეხა ისეთი ოპოზიცია, უბრალოდ მე არ მინდა რომ შენ იყო ისეთი ოპოზიცია ამ ხელისუფლებას რო ჭირდება. ნამდვილად არ მინდა. თუმცა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, აი ამ შემთხვევაში ეხა დაფინანსება ხო ჩვენ ახლა ჯერ 1-2-3 კვირაც არ არის რაც ეს მოხდა და აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა ვეძებთ ამის დაფინანსების გზებსაც და ვნახოთ ჯერჯერობით მხოლოდ სახელი გვაქვს. რაც შეეხება აი ყოფილ პოლიტპატიმრები რატო ვახსენე, იმიტომ რომ თავის დროზე მახსოვს მე თქვენთან ერთად ვიყავი, ისე პარტიაში გაწევრილი მეც ვარ, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ და არ ვარ, იმიტომ რომ მართლა უნდა ჩაეტიო, ან უნდა წამოხვიდე, ან უნდა ყველაფერი გაიზიარო. ხო და ეს ზართულია ყველა ადამიანს თავის შეხედულება, კაი ამ პათოში მოყვები. მაგრამ აი რაც შეეხება ყოფილ პოლიტპატიმრებს, მე მგონი ეს თემა დახურული არ არის გელა და მე ამას არ ვამბობ რაღაც ნიშნის მოგებით. დიდი გულის ტკივილით ვამბობ ამას, რომ არ ვიცი შენ როგორ ხარ. იცი როგორი შეგრძნება მაქვს, აი ესე იწყებოდა მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი. რაც ხდება დღეს და აი შენის ნებართვით თხოვ ოპერატორს ერთი პატარა ვიდეო კოლაჟი ჩართოს, რომ უფრო ნათელი მოეფინოს, რისი თქმა მინდა შენთვის. გთხოვთ? ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. მე შემოგვაქვს ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში არანაირი პირობის საჭირო ყველას ტიხეში. ხო, იცი, მე წინა გადაცემაზეც ვისაუბრე, ხა გოჩაც იყო ჯოჯოა და ცოტა უხერხულია მიზმაზე მინდა ვთქვა, მაგრამ მანაც ისაუბრა, მაგრამ აი როგორც მეოხს გეკითხები. აი წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც გამართლდა და შენ ამ საქმის ყურში ხარ, იგივე მიმაზე, რა ქვია, იარაღის თაობაზე, ხო? ესე იგი, არის სახლში არის თავის სამშობლოში, თავის ოჯახში, ძმასთან ერთად, უცბად შევარდა სპეცნაზი, ვითომ იღებს რაღაცას, არანაირი მოწმები, ის თვითონ ეუბნება გელა ჯოჯოა, რომ ან მეზობლებს დაუძახეთ. ხო, შენ ისე. ხო და ჩვენ ვიღებთო და ამ დროს იქ სპალნაში სხვა ოთახებში ვინ ასაკეთებს კაცმარს და უცბად გამოაქვთ იარაღი და მას იგივე მუხლით რითაც განთავისუფლს და იგივე მუხლით აკავებენ. აი ესეთი რაღაცეები მე და რითი უნდა ავხსნათ ეს, რითი უნდა გავამართლოთ ეს. იცი რა, რამოდენიმე ეს არის შემთხვევა, როცა მე ნამდვილად ვიცი, დოკუმენტურად და არაჭორის დონეზე. და რამდენი შემთხვევები იქნება ახლა, ხო? და ეს არის ისეთი ტენდენცია, რომელიც შენ მიგიყვანს რა, სულ რომ არ გიდოდეს, მიგიყვანს იქამდე, სადამდეც მივიდა მიხეილ სააკაშვილი და ესე ხო არ არის ყველანი ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობა. სამართალი, აბა რას ნიშნავს? ვის უნდა მოემსახუროს სამართალი და სასამართლო და სიმართლე, მაგრამ აი სასამართლოც რაღაცა ის არის, იცი, კლანებით არის. ადრე იყო სააკაშვილის კლანი, ეხლა არის ივანიშვილის კლანი და ბრძოლა იმაში კი არ არის, რომ იმაზე კი არ არის მიდის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ვისი კლანი ჩაიგდებს ხელში სასამართლოს? აი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რას იყო? გეტყვით, ნუ ეს ის სფეროა, სადაც შემიძლია ნამდვილად ბევრი ვილაპარაკო. და იცი და იმით. ხო. აი რამდენიმე პრობლემაა გამოკვეთილი. პირველი პრობლემა არის ის, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან, ან კრიმინალურ ავტორიტეტებთან რამდენადაც ვიცი, გოჩას ძმას რაღაც სტატუსიც აქვს და აქედან გამომდინარე არიან მასზე გადაკიდებული. თუმცა ეს მიდგომა, რომ აი თუ ადამიანს რაღაცა სტატუსი აქვს, ან მათ ითვლება კანონიერ ქურდად, ან რაღაც ქურდული სამყაროს წევრად და შენ ავტომატურად ის დააკავო ჩაუდო იარაღი. ხო, ეს არის რა თქმა უნდა თავისხრივ დანაშაული. იარაღის ჩადება. ყველანაირი კანონით არის დანაშაული, ხო? თვითონ მიდგომა აი ესეთი მე სულ ამას ვლაპარაკობ სასამართლოშიც და გარეთაც, რომ არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ აი ძალიან ხშირად ეხლაც მაქვს რამდენიმე საქმე, ორმა ბიჭმა იჩხუბა
მე მივიდნენ იმის ნაცნობთან მე რომელსაც გაილახა რომ მოდი რო არ გადაიზარდოს ეს მე ცემა იმაში მკვლელობაში და დაჭრაში და რაღაცა იმის ნაცნობთან რომ მივიდნენ უთხრეს რომ მოდი მოგვიგვარა ეს საქმე ამ ადამიანმა მოაგვარა მოდი შეარიგა უпростоრეთ ესენი და თურმე ეს ადამიანი ქურდული გარჩევად ჩაუთვალეს ეს რომ ქურდული და ვინ უჩივლა არავინ არ უჩივლა იქ ჩხუბის დროს ის იყო რა ქვია კამერები იყო ნახეს ეს კამერები რო იჩხუბეს და მე მოსმენაზე დასვეს ტელეფონები ჩაურთეს სამართლოს განჩინებით და ამ მოსმენების დროს აღმოაჩინეს რომ თურმე ის იმასთან მიდის იმაზე ლაპარაკობს ვიღაცის სახელს ახსენებს იქ რომელიც დღეს მოგახსენებათ საქართველოში კანონიერი ქურდი არ არსებობს არ უშვებენ ელემენტარულად. ესეც არის, ნახეთ, რომ წასულიყო მაგალითად გელა საქართველოსდან, ხო და აი ამიხსენი დაუშვათ არის კანონიერი ქურდი, ხო? ეს არ ლახავს ადამიანის უფლებას, რომ მას არ აქვს უფლება, თუ ის დანაშაულს არ ჩაიდეს, თუ ის არ გაერევა ესეთ გარჩევებში, თუ იყოს სამშობლოში. მარტო იმიტომ რომ ვიღაცის ავტორიტეტია, ამ ავტორიტეტის გამო არ უნდა აპატიმრებდე შენ და არ უნდა უკრძალავდე ქვეყანაში შემოსვლას. უფრო მეც გეტყვი, ერთ შემთხვევაში მქონდა ერთ-ერთ ასეთი სტატუსის მქონე პირს, იმან რა ქვია, სალომე ზურაბიშვილმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა იმ მოტივით, რომ მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და არ მიუღია რუსეთის მოქალაქეობა. ეს კაცო ადრე მე ვიცავდი იმას და მომმართა და იმას ქენიო ნახეო და მართლაც და შევიტანეთ სასამართლო ჯერ იქ შევიტანეთ რომ აბა მოგოჩით ეს საბუთი სად არის რუსეთის მოქალაქეობა ახლა ეს ბიჭი ამბობს რომ ახლა გიჟი ხო არ არის ტყუილა თქვას არა ეგეთი რაღაცა არ არსებობს ვინ საიდან რომც მიიღო არა რომც მიიღო შეუძლია ორმაგი მოქალაქეობა ჩამოართვას ან მიანიჭოს ან ჩამოართვას ეგ პრეზიდენტის პრეროგატივა დისკრეციული მისი სუბიექტური აზრის გამო და არა იმიტომ რომ მან გაბედა ანუ ესე იგი კანონი ამას არ გძალავს, მაგრამ პრეზიდენტს აქვს სუბიექტური უფლება, სუბიექტური სააკაშვილს ჩამოართვეს, იმიტომ ჩამოართვეს, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და არც უთხოვია, რომ დამიტოვეთ ეს მოქალაქეობა, რომ უნდა თხოვოს და ამის უნდა ჯელობის საგანი გახდეს და ან დაუტოვებენ, ან არა. ეს მოქალაქეობა მას შემდეგ რაც მერაბ რატიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიანიჭეს, აი რაზე უნდა, რა თქმა უნდა, მწერალი კაცი ყოფილი პოლიტპატიმარისა. გვარი ხო არ დაუწუნეს. გვარი არ ვიცი თუ ბოლშევიკები არიან თუ აბა დიდი რატის ბატონიშვილები და რა მოტივით არ მიანიჭეს ვერ გეტყვით ხო და აი ესეთი ის არის რომ სასამართლოში გვა გასაჩივრებული რომ მოიტანოს ბატონო აპარატმა უკვე პრეზიდენტი შეიცვალა რაღაც მაგრამ არ ენიშნება ეს სასამართლო იმიტომ რომ 100%-იანი წაგებულია და უნდა აღუდგინონ ეს მოქალაქეობა ძალიან ბევრი ის აი იმაზე გარჩევაზე რომელი დააკავეს ვინჩი არიგა ის არა ერთ-ერთი რომელმაც თხოვა რომ შემარიგეო ახალგაზრდა ბიჭი ახალ და ისიც ვინც შეარიგა ორივე მაგრამ რომელიც ცემეს და რომლისგანაც საშიშროება მოდიოდა რომ არის იმას იქნა მოიკლა ხო სამაგერო არ გადაეხლა და ის დაკავებული არ არის იგივე შეიძლება ითქვას აი რაც შენ თქვი ჩაწერაზე შემოიღეს კანონი რომ კარგია ეს კანონი რომ ხოლო დაკავება უნდა მოხდეს დაჩხრეკა გადაღებით, მხოლოდ ან გარეშე პირის თანდასწრებით. ეხლა ძალიან ხშირად არის რომ არც გადაღება, არც თანდასწრება და პოლიციელები ამბობენ ხოლმე რომ იცით რა, იქ სიტუაცია არ იყო, არ ყოდა აპარატი არ ქონდა, ის არ ქონდა და ტელეფონი ყველას აქვს და ამით უნდა მაგრამ როდესაც იღებენ, აი რაც შენ თქვი ზუსტად ესე იმას კი არ იღებენ რომ აი ვთქვათ როგორ აკავე პირველად რომ მიდიან იქ რომ ყველაფერს მოათავებენ ხო რო ამოიღებენ ჩადებულს ამის შემდეგ უკვე იმას დაიწყებენ რომ აბა დუბლი 1 დუბლი თუ არ მოეწონათ შეიძლება თავიდან დაიწყონ და აი ესეა მე მქონდა შემთხვევა უკვე ეს თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა ამ შემთხვევიდან ადამიანი დააკავეს რომ გინდა თუ არა შენ ის არისო ხო ვიღაცას მიწერა რომ იქიდან უცხოეთიდან რაღაცა ნარკოტიკი გამოუგზავნიათ და აპლიკაციით იმას ქნეს რა ქვია გამოიძახეს ეს რო იცახებენ ეს რა ქვია კურიერს ხო და კურიერაც ნუ ეს მოსმენაზე იყვნენ და კურიერმა რა გადაიცვა ვითომ კურიერი იყო ვოლტის თუ იმის ერთ-ერთი პოლიციელი და მივიდა და ეს ადამიანი
არავინ არ იყო იქ. იდგა ხაჭაპურს ჭამდა ეს ადამიანი ახლოს და აჰა შენო ახალგაზრდა ბიჭი შენი გამოგიგზავნეს და ამოთხა რა ჩემი რა გამომიგზავნეს არა შენიაო და მივარდნენ ეცნენ და ეს ისა გამოგვართვაო ესო და ეს ბიჭი იფიცება რა გამოვართვე კაცო არაფერი არ გამომერთმევია და ვეროვევნებით აი რატო არ გადაიღეთ ეს ჩვენ არ ქონდაო ისო რა ქვია სასამართლოს განჩინება გადაღებასეო და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობით მოსამართლეს რა ქვია გამომძიებელს პირდაპირ შეუძლია თვითონ დაწეროს და არა ნუ ტენდენცია ყველა მეთანხმები რომ დააცუდი ტენდენცია რა თქმა უნდა ხო და ძალიან რთულია ახლა თუ ისეთი გაფუჭებული საქმე არ მივიდა სასამართლოში ძალიან აი ახლა მქონდა მე გამამართლებელი განჩენი დაახლოებით 3-4 დღის წინ რომელიც ისეთი საქმე იყო მართლა გაფუჭებული რომ მტკიცებულებები არ არსებობდა და აი რაღაცა ორღობის ჭორები რო იყო იმას დაყნობილი და ნუ მოსამართლე ახლა ძალიანაც რო დომოდა იმ საქმეში გამამართლებელი განაჩენს ვერ გამოიტანდა გამომტყუნებელს ვერ გამოიტანდა და გამამართლა მაგრამ ესეთი ხო ძალიან იშვიათად არის არა და ამიტომ როდესაც არის ხოლმე ეჭვი უფრო და კანონი ამბობს რომ ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლო სამწუხაროდ გეუბნებიან რომ იცი რა ეჭვი კი არაო გონევრული ეჭვიო არსებითად უნდა იყოს ხო გონევრული ეჭვი და არა ჩვეულებრივი ეჭვი ახლა როცა ესეთი რაღაცა არის რომ თქვათ რომ იკითხები რატო არ გადაიღეთა იმიტომ რომ არ მქონდა ეს და როცა შესაძლოა პროკურორი გეუბნება რომ ხო მართალი ხარ მაგრამ მე ხო არ ვიყავი გამომძიებელი იყო და ეს გამომძიებელის ბრალდების მხარეა ნუ ძალიან ბევრი ნიუანსია რა ესეთი რომ ადვოკატებს ახლა ძალიან ბევრი ძალისხმევა გვიხდება რომ რაღაცას მივაღწიოთ რთული სიტუაცია რთულია არა მაინც როგორ ფიქრობ აი რა განაპირობებს დაუშვათ შენი სიმართლის ეხა ჩვენ ხო არ საუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ეხა ჩვენ ხო დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ არა რო კითხო ხელისუფლებას და რატო უნდა გიჭირდეთ სიმართლის დადგენა აი რა აქაც იგივენაერად ხდება რაღაც მიუხედავად იმისა რომ დღეს უფრო მარტივია მტკიცებულებების მოპოვება იმდენი ვიდეო ის არის მოსმე ტელეფონი ეს ყველაფერი მაინც დაცვის მხარე ამ შემთხვევაში და თითქოს თანასწორია ბრალდების და დაცვის უფლებები მაინც ეს ასე პრაქტიკაში ესე არ არის იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა შემთხვევა მოხდა და იცი რომ იქ კამერა და ეს კამერის ამოღების საშუალება შენ არ აქვს ჩანაწერის იმიტომ რომ და არც პოლიციას აქვს კანონით მაგრამ უნდა მიხვიდე მოსამართლესთან აქედანაც კი არა გაქვს შენი ტელეფონიდან ან ვიღაც რომ მოვიდეს და მოსამართლემ უნდა მოგცეს ნებართვა რომ ამოიღო იქიდან რაღაცა ჩანაწერი და ჯერ ერთი პოლიციას პრაქტიკულად რომ მივიდეს ვიღაც აფთიაქის გამგესთან თუ მაღაზიის დირექტორთან რომ აბა შენ რო ისა გაქვს ჩამახედე მაჩვენე ის უარს ვერავის ვერ ეუბნება რა თქმა უნდა თავიდანვე აჩვენებს კი ვერ ამოიღებს მერე მიდის სასამართლოში და სასამართლო ანუ ჩვენება შეიძლება ამოღება არ შეიძლება არც ჩვენება შეიძლება მაგრამ ის იმას უარს ვერ ეუბნება და ჩვენ მე რომ მივიდე მე მივდივარ არა მოიტანე სასამართლოს განჩინება მე იმას ვერ ეუბნება ამას და ის უკვე შეიარაღებულია ამით ხო ხო და როდესაც მე შენ კაი მიდიხარ სასამართლოში უნდა დაუმტკიცო რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შენი მტკიცებულობის რაც არ უნდა უმტკიცო აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში გიკმაყოფილოს გეუბნება რომ ეს არსებითი არ არის და მაგრამ იმათ შეიძლება კამერის ჩანაწერი არსებითი არ იყოს დანაშაულთან აი მაგალითად სახში მოხდა დანაშაული მაგრამ სადარბაზოში რო შედის რითი მოვიდა ტაქსით ის გეუბნება არა ეს არსებითი არ არის სახში ხო არ ყოფილა კამერა. კაცო, ჩემთვის არსებითია. იმიტომ რომ ვისთან ერთად მოვიდა იმ ტაქსის მძღოლის მანქანის ნომერს ნახავ, გზაში რას ლაპარაკობდა, საყაჩაღოთ მიდიოდა ტურისტი. ბევრი ნიუანსია. ის მოსამართლეებს სერიალები მაინც არ უნდა ხიან, დეტექტიური, კრიმინალური სერიალები. ყველა თავისუფლად სარგებლობს მაგით. ხო. ამიტომ აი პრაქტიკაში თეორიაში ახლა კანონები თითქოს თანაბარი უფლებიანია ბრალდება და დაცვა, მაგრამ პრაქტიკაში ესე არ ხდება. არ ხდება მაინც ხო და ნუ ეს არის არადემოკრატიულობის პირველი ნიშანი და იცი აი ხალხი და თვითონ მოსამართლეები, პოლიციელები, ხელისუფლება, აი რას ვერ ხდება, ძალიან კარგად გაუსვი შენ ხაზი, რომ ყველა ეჭვი
და იქ გონივრული ეჭვი არაწერია, რომ ყველა ეჭვი არის ბრალდებულის მხარეზე. შეიძლება ამ ეჭვების, ამ ასეთი ეჭვის გამო რომელიღაცა დამნაშავე გადარჩეს, მაგრამ ამისთვის რატო თქვეს ეს, ხო? განაპირობა იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი არ იყოს დასჯილი. ეს არის პრინციპი სამართლიანობის. პირდაპირ ამბობს კანონი, რომ განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. ეს სამივე მომენტი უნდა იყოს აუცილებლად. მაგრამ ნუ არ არის. ძალიან სამწუხაროა და ეს მისახედია ეს სწორედ ასეთი რაღაცეები და უკვე მრავლად არიცი გიყვები ამგე უბრალოდ როცა დოკუმენტურად არიცი არ ღირს სწორად საჭირო ჭორის დონეზე საუბარი მაგრამ როცა შენ ამბობ ამას ესე იგი მძიმე სიტუაციაა რა და აი ეს ყველანი ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობა ეხლა შეიცვალა ნულოვანი თანაგრძნობით მაგრამ იდეაში ერთი და იგივეა და მე ძალიან არ მინდა რომ ჩვენ ისევ გამოვიაროთ რა. ეხლა ერთი კითხვა მინდა დაგისვა, აი დანოსებთან დაკავშირებით. გახსოვს ალბათ როცა თქვენ მიმართეთ, ხო, ნაცებთან დაკავშირებით და მაშინ აი სოციალურ ქსელში. არა მხოლოდ ნაცებთან. ეხლა ხო, მან იყო ესეთი მომენტი და არის. ეხლა როდესაც რატო დაერქვა დანოსი, ანუ აი ეს დანოსი. რატო დაერქვა, ეხლა ხალხმა დაარქვა თორე. ხო, აი ესე იგი რა კანონი განაპირობებს? არა, არაფერი კანონი მაგას არ განა. ნებისმიერ მოქალაქეს და ჩვენ ეს გამოვიყენეთ ეს კანონის ეს მუხლი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თუ თulis რომ არის მომხდარი რა დანაშაულის ნიშნები არსებობს ამა თუ იმ დაჯგუფების თუ კონკრეტული პირის ქმედებაში, შეუძლია მიმართოს და თქვას რომ ვინაიდან ეს დაგროვდა ძალიან რომ აი პირიქით დანოსები იწერებოდა აქედან იქით უცხოეთში მათი მხრიდან რომ აი მოდი ჩვენ ქვეყანას დაარტყით ტალახი ესროლეთ ისია და აი ამ დანოსების წინააღმდეგ ჩვენ დავწერეთ რომ მოდით პროკურატურა რო ხარ შენ ჩვენ კი არ ვამტკიცებთ ჩვენ ვფიქრობთ რომ შეიძლება აქ იყოს დანაშაულის ნიშნები აი საბოტაჟი რასაც გულისხმობს და ასე შემდეგ და მე პროკურატურამ გამოიძინა თითქმის 1 წელი მიდიოდა მაგის გამოძიება ახლა იქ მე გამოძიების მასალებს არ ვიცი მეც გამოვიკითხე მაშინ პროკურატურაში და სხვაებიც ვინც აი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელითაც გაკეთა და ნუ ახლა სხვებმა არ ვიცი მაგრამ პირადად მე ეს უთხარი რომ აი ამას გულისხმობ ამას მე კი არ ვამტკიცებ ამას. მოდი შენ პროკურატურა რო ხარ, შეიძლება იყოს, მე ესე მგონია რომ რაღაცა ნიშნები არის აქ რომ მიზანმიმართულად ხდება ესე ტარგეტული დარტყმები საქართველოს იმაზე რა ქვია, როგორც სახელმწიფოზე, თითქოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს ხელისუფლება სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველანაირი ინსინუაციები, აი პატარა რაღაცაშიც კი ისე გადაბრუნებულად გაქონდა და საიდან მოდის ეს არის თუ არა რაღაცა ინტერესი არის თუ არა მართლა აქ რასაც აგენტურას ეძახიან ახლა ეს ჩვენები ახლა რა თქმა უნდა მე ყველას აგენტურას და აგენტებს ვერ დავარქმევ ამათ მაგრამ რეალურად უცხოეთის ინტერესები ტარდება თუ არა აქ და ნუ რა ვიცი ახლა რაც წაუყენეს მე არ ვიცი ამ ჯერ მიმდინარეობს ხო ახლა ჯერ კიდევ სასამართლოები მე მგონი ახლა დაიწყო საკონსტიტუციაში არა საკონსტიტუციაში არ ვამბობ აი ამ გამოძიების ფარგლებში ვიღაცების ბრალი წაუყენეს პოლიტიკოსებს და რა რის საფუძველზე და რა მტკიცებულებებია ეს უკვე გამოძიების საქმეა ხო არა რატო იცი მაშინ ამ ლოგიკით მეჩემილია ხო მაგალითად ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას რო საბუთავს უწყობს თუნდაც აი ამ ქმედებებით შეგვიძლია პროკურატურაში ხო და პროკურატურა წარმოიდგინე რომელიც ამას გამოიძიებს ხო და უთხრა რომ აი ამის გამო რომ მე მიმაჩნია და გამოიძიე ეს ახლა რა არის დანაშაული კი არა რატო იცი იმიტომ რომ ძალიან მძიმე თემაა ეს კანონიერი ქურდობა და არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მაგრამ მე მაინტერესებს ადამიანის უფლება რა თქმა უნდა ირღვევა ილახება თუ არა რომ აი რაღაცა ნიშნის ახლა მაშინ შვეიცარიის პარლამენტში ლაპარაკი იყო იმაზე რა ქვია პატარა ბავშვებთან რომ სექსუალურ მოძალადეებზე რომ ინცესტი იყოსო კანონიერი. ესე იგი რა მნიშვნელობა აქვს რა მიიღო პარლამენტმა სიტუაცია ისეთი ცუდია რომ უკვე პარლამენტში გავიდა ხო განსახილველად აი ეს არის ხო და იქ ამაზე მსჯელობენ და ხო პედოფილია ახლა ზოგადად პედოფილია და ინცესტი ხო საერთოდ და პედოფილიაც ხო და ეს იყოსო ლეგალური არ იყოსო ხო კი არის ეგეთი გამიგონია
მგონია მე მარტო შვეიცარიაში რახან პარლამენტმა რომ იმჟელა ამაზე, ესე იგი შვეიცარიას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ესეთია და არაფრად არ მიაჩნია და იქ ამაზე არის მსჯელობა და ჩვენ ამ კანონიერ ქურდ მაშინ დახვიდონ რა. აი იმან რა ქვია. არ ვიცი ესე როგორ შეიძლება. ზურა ჯაფარიძე გამოვიდა დღეს და თქვა რომ ყველა ცუდი ციხესი რა იყო და სექსის ნაკლებობაო. ესეთი პასუხი გასცა. კაი, გამოვიდა და ეგეთი რა. დღეს გამოვიდა. არ თელი საჭრელებულია. არა, მე დღეს საქმეები ხო და არა, თუ მარტო ეს არის დღეს ჩვენი ციხის პრობლემა, მაგას რა ჯობია ახლა და არაფერი ნაკლებობა არ არის. ნუ ხა ეგეც რო დაიწყოს ხა ამ ხელისუფლება კამიმაში მიცვალებულებთან დაბმა და რასაც აკეთებდა და გაუპატიურებები, მაშინ არ ვიცი ხა. ხო და აიცი რა არის პრაქტიკაში ხო სხვანაირად ხდება და თეორიაში კი კანონები ნორმალურად არის თუ ჩახედული არა ხარ შიგნით ღრმად არა ძალიან რთულია რომ გარეგნულად ყველაფერი ნორმალურად არის აი იგივე კანონიერ ქურდებზე წერია რომ შენ თუ ქვია კანონიერ ქურდი დასაჭერი კი არა ხარ იმ შემთხვევაში ხარ დასაჭერი თუ შენ ან ქურდულად არჩევ საქმეს ან ვიღაცას შენი ავტორიტეტის ფულს ძალავ ან ეგრეთ წოდებული ოფშიაქს აგროვებ თუ არაფერს არ აკეთებ იყავი შენ თუ ხო მაგრამ კანონი ეგრეა მაგრამ პრაქტიკა სხვანაირ აგერ თვითონ გელა გოჩაზმის ხო ჯოჯუასი თვითონ ცოცხალი მაგალითია რომ წინაზე როგორც გოჩასგან ვიცით გამართლდა ეს კაცი ნარკოტიკის და იარაღის ქონის გამო, ანუ ესე იგი ჩადებული იყო, რადგანაც მოსამართლემ გაამართლა და 2-3 კვირის წინ ისევ დაუკავებიათ ახლა. ესე იგი ხო და ეს მე რომ სახში ინახავდა რომც ქონოდა, სახში შეინახავდა იარაღს. ხო აი ეს არის და ამ დროს პარალელურ რეჟიმში აი ჩვენ რა თემებზე გვიხდება საუბარი და პრეზიდენტიც გამოიცვალა, აგერ ახალი პრეზიდენტი ყავს და ჩვენი მეგობარი ირაკლი დოკვაძე ისევ ციხეშია და ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. კიდე ეგ ახლა ისეთ სტადიაზეა ირაკლი დოკვაძის საქმე და იმდენი წელი გავიდა რომ მან კანონი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებს ითვალისწინებს და ახლად გამოვლენილი გარემოება არის იმ ხელად თითქმის შეუძლებელი რაღაცა რომ მოიძებნოს. ახლად გამოვლენილი გარემოება რას ნიშნავს იცი რომ მისი განაჩენი ხო არსებობს და თქვათ ვიღაცა აღმოჩნდა რომ სრულჩვენება მისცა რაღაცა ისეთი გააყალბა რაღაცა გაზარალებული ერთ-ერთი რომელიც გარდაიცვალა და რამდენი წელია ვისხობთ და რომელმაც თქვა რომ არ იყო ირაკლი დოკვაძე ეს ის არის და რომელიც იყო აბსოლუტურად ნორმალურად ესე იგი მაშინ არავითარ შემთხვევაში და დაფიქსირებულია ხო ეს და მაშინ არავითარ შემთხვევაში როცა ესენი მოვიდნენ ქართული ოცნებაც ხო აი რაღაცა ისხლიტავენ. ხო და მაგას ვამბობ, ამიტომ დღეს ახლა სხვა განაჩენი უნდა არსებობდეს, რომელიც ეწინააღმდეგება დოკვაძეს განაჩენს. ეგეთი განაჩენი ვერ აი სიტყვაზე ვთქვათ, რომ ვიღაცამ გააყალბა მტკიცებულება ან სრულჩვენება მისცა. თუ მის მიმართ არ იქნა წარმართული საქმე სასამართლოში და მის მიმართ არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სხვანაირად არაფერი. სხვანაირად აი როგორც მოხდა იმის მიმართ, რა ქვია, გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას მიმართ. უადო თავისუფლების საქმეთა ქონდა და ჩვენ მაშინ მოვიპოვეთ ეგეთი რა ისეთ ბედმა გაგვიღება რომ მოვიპოვეთ კეკუა იყო ერთი სპეცნაწილის უფროსი მაი შევარდნაძის დროს და მან რომ ტყვია გააყალბა იქ მის საქმეში მიიტანა ტყვია მოკლულის ოჯახში და დადო ეს გამოაშკარავ თვითონ პოლიციამ და თვითონ მე მის კაცი თვითონ ეს კეკუა ჩამოიხრჩო თავი თუ ჩამოხრჩობილი იპოვეს ღმერთმა ყოველ შემთხვევაში ეს იყო და დადგა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და ესეთი ამიტომ ერთადერთი დოკვაძის საქმეში არის შესაძლებელი პრეზიდენტის შეწყალება ერთადერთი აი წარმოიდგინეთ ამდენი წელი ადამიანი და თან იმ დანაშაულისთვის რისთვისაც რეაბილიტირებულია და
ისიც აქვს რა ხო და მატერიალური ანაზღაურებად. აი რა არის, მიშეს დროს გაკეთდა ეს, მაგრამ იმისი არ იყოს, რაც განათლებაში ხდება, რაც მიწების გაყიდვებთან დაკავშირებით ხდება. მიშამ დაიწყო, მაგრამ ამათ მშვენივრად გააგრძელეს. პრეზიდენტის და ვერ ვაგებინებთ, რომ ესე არ შეიძლება. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის შეწყალე, იმას არავინ არ თხოვს რაიმე მტკიცებულებას და ერთადერთი რაც თვითონ ითხოვენ, ისიც კანონი იმასაც არ თხოვს, მაგრამ ეს არის დაზარალებულის თანხმობა, რომ მის მიმართ შეწყალება ხა დაზარალებული ერთი გარდაიცვალა, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი არ ყოფილა და მეორე ისე სხვათა შორის თურმე რომ შესულა იქ, რა ქვია, ოთახში არა, სასამართლო პროცესზე. ხო. და ისა რა ქვია, მოუტრიალდა, ირაკლიმ თავი ვერ შეიკავა ხა როგორი ამას რო გაბრალებენ. ეს მოუტრიალდა დაზარალებული და ხო ხედავ ესენი რეებს ლაპარაკობენ და შენ რატო არ ასცენ პასუხსო? დაზარალებულმა უთხრა და ეს ჩანაწერია. აი იცი რა არის, იმდენად ვისთვის იყო საჭირო ირაკლი დოკვაძეს აი ესეთი გამწარება, ამდენი წელი დედაც გარდაეცვალა. დედაც საწყალი ლეილა მოლოდიში იყო, ამდენი ხანი გავიდა. და როგორ მივაწვინოთ ხმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა გელა. აი კონკრეტული ის გამახსენდა სხვათა შორის აი ამ გძელვადიან პატიმრებთან დაკავშირებით. კი ბატონო. ვლადიმერ არუთინიანი, გეცნობათ? კი, როგორ არა. ხო. ახლა ხალხს შეიძლება დავიწყებული აქ ეს არის პიროვნება, რომელმაც ბუშს მაშინ აქ ჩამოსული რო იყო ბომბი ესროლა და ამისთვის ის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეხლა ბუშისთვის უნდა იჯდეს. ბუში და სააკაშვილი ორივე იყო იქ, ხო. აიარო სააკაშვილი. მაგრამ ნუ იქ ერთი თმისღერი არავის ჩამოვარდნია, ყველამ ვეჭით, მაგრამ მისი აყვანის დროს როდესაც მეშვებოდნენ, იქ აკავებდნენ. მოხდა სროლები პოლიციელმა ისროლა, მან ისროლა, ახლა ეგ ამბობს, რომ ჩემი ის ტყვია არ მოხვედრა იმ პოლიციელს, მაგრამ ნუ ესეც მაგას დაბრალ და ნუ შეიძლება მაგის ტყვია მოხვდა და ის პოლიციელი გარდაიცვალა. და მაგაზე ადვილი გასაგები რა იყო, იარაღი ამოღებული იყო და ტყვია რომლისგან გავარდა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიყავე მისი ადვოკატი და ერთი 5 წელი იყო, 4 წელი გასული, როდესაც დედამისმა მთხოვა საცოდავი ის ქალიც დედამისიც სალფეტკებს რო ყიდდა იმებს ბაზარში, 1 წლის წინ გარდაიცვალა. ხო. და მე მთხოვა დაახლოებით 4-5 წელი იყო, ეს მოხდა 2005-ში და დაახლოებით 2008-9 წელი იყო, მთხოვა რომ იქნება აი შეხვიდეოდა რაღაც და შევედი და იმის მერე პრაქტიკულად ვერ გეტყვით რომ თვეში ერთხელ, მაგრამ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4 შეიძლება ხანდახან თვეში ერთხელაც შევდივარ ხოლმე, აი უბრალოდ სამარტო საკალში ზის და ნუ თუმცა თავის უკვე 20 წელი გავიდა, 20 წელი შესრულდა წელს. ეხლა რატო მოვიტანე ეს მაგალითი? სულ ერთი რამდენიმე თვის წინ თვითონ სასამართლომ იმის გამო რომ კანონები შეიცვალა რაღაცები ამ 20 წლის განმავლობაში განიხილა ამ საკითხში ერთი დეტალი, პოლიციელის მკვლელობა. და შეუცვალა უვადო თავისუფლების აღკვეთა 14 წლიანი პატიმრობით. ანუ ეს უკვე მოხდილია კამას. ხო, ამ 20 წელიწადში. ეხლა მეორე, აქეთ დარჩა 3 უვადო ქონდა მისჭილი. იმის რა ქვია, ერთი ბუშის მკვლელობის ცდელობისთვის, მეორე სააკაშვილის მკვლელობის ცდელობისთვის და მესამე ამ პოლიცია. ესე იგი, ამავე დროს კანონში წერია კოდექსის 56 მუხლია, სადაც წერია მკვლელობის ცდელობის გამო არ შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთა შეფარდება. ეხლა მას ყავდა მაშინ როცა მიმდინარეობდა ეს მისი გასამართლება, ვინც ახლა 20 წლის წინ მეხსიერება და ცოტა ასაკოვანია, ყველას ახსოვს რომ რომელი ადვოკატზე იყო ლაპარაკი, სახაზინო წესით ადვოკატი ყავდა მაშინ და ნუ არაფერი ფორმალურად იჯდა ის და არ მიაქცია ყურადღება რომ მას სწორედ მცდელობის გამო ჩაუთვალეს ვითომ როგორც მკვლელი. კი არ მიაქცია ყურადღება. დირექტირა იყო ისეთი რომ არ მიაქცია ყურადღება.
ისევე როგორც შევარდნაძე პირველი უვადო თავისუფლების საქმეთა გაეროს წარმომადგენელი აქ მოკლა ზურაბ რეგვაძემ და აშკარა თავდაცვა იყო ეს ქალი რომელიც ეს ქურსაკურდავად შევიდა მის ოთახში პატარა მოწრებული ბიჭი იყო 19 წლის და ეს იყო აი ბაიდარშიკები რო არა ესეთ კუნთუიანი ქალი მე აღმოჩნდა ცერეუს აგენტი იყო და რო შეუსწრო ამან თავის ოთახში და ეს გარბოდა და ამან დაიჭირა აღჩობდა რა და ამას იარაღი ჰქონდა და ჯერ თავში ჩაარტყა რომ გამიშვასო და მე აშკარა თავდაცვის მიზნით მოკლა ესროლა და მოკდა ეს ქალი და პირველი ის უვადო თავისუფლების საქმეთა აი ეს შევარდნაძემ იმისთვის რომ ეს დემონსტრაცია მოეხდინა აგერ გაეროს წარმომადგენელი ხო და ეხლა რატო ვამბობ იცით კანონი ხო არის რომ უვადო თავისუფლების საქმეთა არ უნდა მიუსაჯო მცდელობისთვის ჩვენ მივწერეთ სახალხო დამცველსაც, ახლა მე რადგანაც კონტაქტი მაქვს, მირეკავს ხოლმე კვირაში ერთხელ და რაღაცა არავინ აღარ დარჩა იმ დედის სიკვდილის შემდეგ, ფაქტიურად მე ვარ ერთადერთი, რომელთანაც კონტაქტი აქვს და ახლა მე ჯერ დავიწყე სახალხო დამცველიდან, რომ მოდი შენ წამოიღე ხმა და ჩვენ უნდა გვაპირებთ შეტანას სააპელაციო სასამართლოში, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, აბატონო შეიცვალა კანონი და ამაზე არ უნდა ქონდეს 20 წელი მოხდილი აქვს და სავსებით ესეც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, რადგან ამერიკის პრეზიდენტი იყო, სანამ ამერიკელები ნებართვას არ მიცემენ, სავარაუდოდ მის გამოშვებაც მოკლედ ძალიან ბევრი გრძელდება მაინც ასეთი არასამართლიანობა მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ კანონები ციცით ამათ მიერ მიღებული კანონები, აი თუნდაც ის და რაც თავარია. ეხლა წარმოედგინე მანიფესტაცია და შეკრება. ეხლა არაბულ თემაზე ჩვენ გამოვდივართ, ეხლა წარმოედგინე გელა გვინდა მანიფესტაცია პროტესტის გამოხატვა, ხო? და მისა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვაზე მიგვითითა. ან სადღაც ხო, ეგეთი ახალი კანონია, რომ ესე იგი თუ ჩვენ გვინდა პროტესტი განვაცხადოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შევატყობინო და მან უნდა მიგვითითოს ჩვენ რა ადგილზე გამართოთ ეს საპროტესტო, ხო და ესე არ არის რა. სხვათა შორის კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ პირველი კანონი 97 წელი იყო თუ არ მესლება, მაშინ პარლამენტში მუშაობდი ელენე თევდორაძესთან და აპარატის უფროსი პაატა იყო ზაქარიაშვილი და პირველი კანონის ესე ჩონჩხი კი არა პრაქტიკულად ეს კანონი ჩვენ მე პაატა ზაქარიაშვილმა და გვეხმარებოდა კიდე დათო უსუფაშვილი ისიც მაშინ პარლამენტში მუშაობდა სხვა კომიტეტში და იქ აი სწორედ მაგაებს ვაქცევდით ჩვენ მაშინ ყურადღებას იმის მერე ბევრჯერ შეიცვალა ეს და რომ აი ორივე მხარის ინტერესი დაცული ყოფილა 20 მეტრზე ახლოს არ უნდა ყოფილიყო თუ არ იყო იმდენი ხალხი საგზაო ხელმომგზავრი ხო ეს აბსოლუტურად მისაღებია მაგრამ ის რომ ეხა წარმოიდგინე სერიოზული პროტესტი გვინდა გამოვხატოთ და სადღაც გარეუბანში გვეუბნებიან ის კი არა მე მგონი მთლად ეგრე არ არის ეგ იმ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს პოლიციამ ზუსტად ესეა მე დაუშვათ არ დაუჯერო და მე გავედით რუსთაველის გამზირზე ხო ან რუსთაველის ძეკუთან და პარლამენტთან როგორ იცი ნახე მოდის და მიგვითითებს აქ არა იქ და როცა პირველ შემთხვევაში ესე იგი განწირული ვარ დაჭერისთვის რა 15 დღიდან 20 დღემდე და მეორე შემთხვევაში სისხლის სამართალში გადადის და ერთ წლამდე ხო თუმცა ხო აი იმიტომ არის რომ ყველანი ციხეში ნულოვანი თანაგრძნობა და ალტერნატივა როგორ ჩვენ არა გვაქვს მე იმას არ ვამბობ ეხლა რომ დარბიან რუსთაველზე და აი მაგათი ის არის მაგრამ მე უფრო მეძგებ იცი რა ისინი იმაზე კი არ ნერვიულობენ ამ ხელისუფლებას ისინი ძალიან აწყობს მათ არ მოეწონათ ხალხის ხმის ამოღება ამ არაბული ხელსის ისა მიმართ და ეხლა სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა აი ეს ამ კანონს მიაქცია ყურადღება და მე თუ მკითხავ რომ აი სწორედ ასეთი რაღაცები სოციალ პრეზიდენტს უნახავს იქ ეხლა რო იყო სერბეთში იმათი ხო მაგრამ იქ სერბეთში ცოტა სხვა ვითარებაა და მე ალბათ მექნება ჩართვა ბელგრადიდან და იქაური მოქალაქეები სიმართლეს ეტყვიან ჩვენს მოქალაქეებს. იმიტომ რომ ახლა ხელისუფლება და პრეზიდენტმა რაც გვაწყობს ის ილაპარაკა, ხო და გამოსვლები როა ის იმაზე რატო არ ილაპარაკა და რატო არ შეუერთდა.
ხო, მეც ახლა ეგ საკითხი შევისწავლეთ მეტნაკლებად და მე დამთავრდა ჩვენი დრო სამწუხაროდ. დიდი მადლობა გელა ამ კანონს მიაქციეთ ყურადღება და ძალიან აი ტენდენცია იქითკენ არის რომ ესე იწყებოდა მე და შენ მონტენეგროში იყო ყველა დიდი წინააღმდეგობა სხვაგან არ ყოფილა. ჩერნოგორიაში ხო. არა, ბელგრადშიც იყო და აი ეხა გავიგებ ზუსტად დოკუმენტურად რა სიტყობდნენ და რატომ და ალბათ მომდევნო გადაცემებში ჩამერთვებიან ბელგრადელები. გელა ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ მართლა გვახსოვს მე და შენ და არა მხოლოდ მე და შენ როგორ იწყებოდა სააკაშვილის რეჟიმი და მე არ მინდა რომ ჩემი სამშობლო ისე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ რა ვიცი ხელისუფლება ეთყობა იმედი მაქვს რომ სხვანაირად ფიქრობს და ბევრი იწყებდა ესე და შეტოპა მერე და მე უკან დახევა. დიდი მადლობა გელა. მადლობ თქვენ. და მე ცოტა ხანში მორიგ სტუმრებთან ერთად დავბრუნდები.